გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა პირველ რიგში ყურადღებისთვის. რაც შეეხება ჩემს საქმეს, დღეს დილით შეტყობინების სახით გავიგერო, ყველა ანგარიში მქონდა დაყადაღებული, რაც შეეხება 20-25 წლის თებერვლის გზის გადაკვეთის 5000 ლარიან ჯარიმას. როგორც თქვენ თქვით უკვე, ეს ჯარიმა გასაჩივრებული მაქვს, არის კონკრეტულ მოსამართლეზე მიმაგრებული, ანუ სტატუსი ის რა ქვია, საქმის სტატუსი არის მიმდინარე. თქვა პირდაპირ და მარტივად ჯერ არ არსებობს არანაირი დადგენილება რომ მე ვარ დამნაშავე და რის საფუძველზეც უნდა დამკისრო და ეს 5000 ლარის გადახდა. ამის მიუხედავად საპატრულომ მაინც მიმართა საასრულებო ბიუროს და მაქვს დაყადაღებული ანგარიშები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ მე არა ვარ თქვა ერთი ან რამდენიმე თაგანი, უკვე დაახლოებით 20 ადამიანზე ვიცით, რომ ზუსტად იგივე кейსი ქონდა. ოღონდ თუ შეიძლება ხაზს გავუსვავ, რომ თქვენ შესავალში ახსენეთ, თითქოს არ ვიცოდით პროცესის შესახებ. ჩემ შემთხვევაში აბსოლუტურად ყველაფერი ცნობილი იყო. ვადევნებდით დეტალურად პროცესის მიმდინარეობას, ველოდებოდით ხდომის ჩანიშვნას, ხდომის ჩანიშვნის მიუხედავად მოხდა ეს ყველაფერი. კი ბატონო, არა მე ვიგულისხმე საბა რომ არიან მოქალაქეები, რომლებმაც საერთოდ შემთხვევით გაიგეს რომ თურმე დაჯარიმებულებიც არიან. ეს ვიგულისხმე მე რომ მათ ანგარიშები დაუყადაღეს იმ ჯარიმის გადაუხსნელობის გამო, რომელიც თუ ქონდათ ესეც არ იცოდნენ და ესეთიც ძალიან ბევრი შემთხვევაა სამწუხაროდ, ხო? რა სიტყვით თქვენ, აი რაში სჭირდებათ ახლა კიდევ უფრო მეტად არ ვიცი, ამ სიტუაციის ესე გამწვავება, რის სიმცდელობაა მათი მხრიდან, ხო აი არ ვიცი, დაგაჯარიმეს, სასამართლო პროცესებია, ასე შემდეგ, ანუ ახლა კიდევ დამატებით გადაწყვეტილებაც არ აქვს სასამართლოს მიღებული, ისე უკვე აღსრულება მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დიახ. კი ბატონო, თქვი ერთხელ კიდევ ვიტყვი. მე მგონია რომ ჩვენ ამ ამბავამდე მაინც მივიდოდით. ანუ საბოლოოდ სასამართლო რა დადგენილებას გამოიტანდა, წინასწარ ცნობილია. აბსოლუტურად ყველა ჩვენგანს დამნაშავედ გამოგვაცხადებდა და დაგვეკისრებოდა გადასახადი ეს 5000 ლარიც თუ პატიმრობა თუ რაც შეიძლება ყოფილიყო. თუმცა ამ შემთხვევაში ერთბაშად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ დიდ მასას ერთდროულად მოუწიოს ამ ხის გადახდა და რატომ ხდება ეს? ჩვეულებრივ შემთხვევაში ჩვენ რაღაცნაირად ერთად დგომით და სხვებზე ზრუნვით ვახერხებდით იმას, რომ თქვათ ვიღაცას ეს ჯარიმის ფული აგროვებოდა და გადაეხადა. ანუ მარტივი შესავალი რა, ასე ვზრუნავთ ერთმანეთზე. ისინი რომ იძახიან, რომ თითქოს აქ ბრიუსელიდან დახელფასებულები ვართ, სინამდვილეში ვიცით, ვინცაა დახელფასებული და ვინ მოქმედებს მართლა ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე. ასე მოგცევით ერთბაში დარტყმით სამოქალაქო საზოგადოებაზე ასე ვთქვათ, მაგ წნეხს ქმნიან რომ ჩვენ ვერ მოვახდინოთ თანხის მობილიზება, გავხდეთ მოწყვლადები და თითქოს შეგვაშინონ და თითქოს როგორც მათი პროპაგანდისტები იტყოდნენ, გავიქცეთ ქვეყნიდან ყველაზე აქტიური პროტესტში ჩართული ადამიანები. სინამდვილეში კიდე ახალგაზრდები ვართ, მეგობრებო, ძლიერები ვართ, ერთიანები ვართ, სიმართლეა ჩვენს მხარეს, რა წნეხიც არ უნდა გამოგვატაროთ, ჩვენ ვიქნებით ჩვენს ქვეყანაში და ადრე თუ გვიან ვნახავთ, ვინ გაიქცევა საკუთარ სამშობლოში ჩრდილოეთის მხარეს. ეს არის და ეს ვისი თქმაც მე მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა საბა, მადლობა იმისთვის რომ დაგვიწმეთ რომ და მიიღე გადაცემაში მონაწილეობა საბა ჯაფარიძეს უსმენდით.